მოგესალმებით კოლეგებო. საპროცედურო საკითხად და წესების კომიტეტის სხდომას გახსნილად ვაცხადებ. ჩვენ დღეს გვაქვს ერთი საკითხი განსახილველი. მე ხა მოგახსენებთ დღის წესრიგს. დღესდღეში მდგარ ამ საკითხს და შემდგომ მექნება წინადადება მას დავუჭიროთ მხარი, ანუ დღის წესრიგს დავუჭიროთ მხარი. ეს საკითხი გახლავთ საქართველოს პარლამენტის წევრების არჩილ გორდულაძის, თენგიზ შარმანაშვილის, გურამ აჭარაშვილის, სოზარ სუბარის, ვიქტორ ჯაფარიძის, ალუდა ღუდუშაურის, დავით მათიკაშვილის, ალექსანდრე ტაბატაძის და სხვა კოლეგების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესი წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ, საქართველოს კანონის პროექტების იურიდიული დახმარების შესახებ, პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, საქართველოს პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ, საჯარო შესყიდვების შესახებ, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ, ადამიანის ვაჭრობის, ტრაფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ, დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხრის შესახებ საქართველოს კანონში, დაზღვევის შესახებ საქართველოს კანონში, სახალხო დამცველის შესახებ და საერთო სასამართლოების და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე შესაბამისი კანონპროექტები, რომელსაც ვიხილავთ პირველი მოსმენით პრინციპების დონეზე. მე გახლავართ მომხსენებელი. ვინ არის მომხრე დღის წესრიგს დავუჭიროთ მხარი? დიდი მადლობა. ეხლა ჩემს პირველ მოადგილეს ბატონო ირაკლის ვთხოვ, რომ წაიყვანოს სხდომა და მე შესაბამისად მოგახსენებთ. დიახ, მოგესალმებით. დღის წესრიგის თანახმად მოგეხსენებათ, რომ ამ კონკრეტული კანონების წარმომდგენი და მომხსენებელი გახლავთ ჩვენი კომიტეტის თავმჯდომარე ბატონი დავით მათიკაშვილი და ბატონ დავით, გთხოვთ, რომ წარმოგვიდგინოთ მითითებული საკითხები. კი ბატონო, დავიწყოთ ჩვენ იმით, რომ მე ხა შესავალი სიტყვის მოკლედ ფორმატით მინდა ვთქვა შემდეგი. როგორც მოგეხსენებათ, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა უდიდესი ნაწილი ფინანსირდება უცხოეთიდან, უცხო ქვეყნის სახელმწიფოებიდან და ორგანიზაციებიდან, როგორც წესი, სამწუხაროდ ახორციელებენ არა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებს, არამედ იმ ქვეყნების და იმ ორგანიზაციების ინტერესებს, რომელთა მიერაც ხდება მათი დაფინანსება. იმ მცირე მოცულობის, თქვათ, იმ კეთილ საქმესთან ერთად, ძალიან დიდი ოდენობით და დიდი დოზით სამწუხაროდ ჩვენ გავხდით მოწმე და მომსწრე იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მათი დიდი ნაწილის მხრიდან, რომელსაც ეგრეთ წოდებულ მდიდარ ენჯოებს ვეძახით ჩვენ, სამწუხაროდ არაკეთილი და არა ის მიზნები, რომელიც ფორმალურად იყო, თქვათ, მათივე საქმიანობის მიზნებში გაწერილი, არამედ პირიქით ჩვენი ქვეყნის ანტიეროვნული და პირიქით დემოკრატიისთვის ცირგამომთხრელ საბოლოო საქმიანობას ეწეოდნენ ეს ორგანიზაციები და ეს ყველაფერი განცხადდა და დადასტურდა USAID-ის ეგრეთ წოდებული სკანდალის ფონზე, როდესაც პირდაპირ იქნა დადასტურებული ყველა ის ეჭვიც და ეს პოლიტიკური წიაღსვლაც, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას უკვე რამოდენიმე წელია აქვს გააჩნია. ამის მიმართ იყო შესაბამისი საკანონმდებლო სივრცე, გავლენის გამჭვირვალეობის კანონს გულისხმობ შემოღებული ჩვენს ქვეყანაში, თუმცა მაინც ეს არ აღმოჩნდა პრევენციულად საკმარისი იმისთვის, რომ ეს საქმიანობა, რომელიც ფორმალურად უნდა ყოფილიყო კეთილი მიზნებისთვის მიმართული, სამწუხაროდ პირიქით არა სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებებისთვის, არამედ პირიქით დემოკრატიის სირის გამოთვლისთვის და ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი მიზნებისთვის ხდებოდა და ხმარდებოდა ეს თანხები არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით საქართველოში შემოდინებული. ჩვენ წლების განმავლობაში ქონდა შესაბამისი მიმართულება და ტენდენცია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა
უშუალოდ სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღებაში ყოფილიყო აუცილებელი და სავალდებულო და ეს საკანონმდებლო წესით იყო გაწერილი, თუმცა დღეს არის სრულიად ნათელი და ცალსახა, რომ იმ ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღებაში, რომელთა საქმიანობაც სამწუხაროდ არა ქვეყნის განვითარების და ეროვნული და დემოკრატიული მიზნების მიღწევის, არამედ ამ ყველაფრის კონტრპროდუქტიული მიზნებისთვის არის გათვალისწინებული, რა თქმა უნდა, არ ადგება და არ წაადგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ამოცანებს და არც საქართველოში დემოკრატიის განვითარებას. შესაბამისად, ყველა ეს კანონპროექტი, რომელიც მე დავასახელე დღის წესრიგის გამოცხადებისას დღევანდელი განხილვით პრინციპების დონეზე პირველი მოსმენით ხდება ყველა ამ საკანონმდებლო სივრციდან არასამთავრობო ორგანიზაციების გადაწყვეტილების მიღებაში სავალდებულოდ მონაწილეობის პრინციპის გაუქმება, ამოღება. ეს ცხადია ბუნებრივია არ ნიშნავს იმათ, რომ ურთიერთობის დონეზე წინადადებების მიწოდების თვალსაზრისით, განხილვის თვალსაზრისით ჩვეულებრივად არასამთავრობო ორგანიზაციები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები ჩვენს ქვეყანაში ისევე როგორც ეს ადრეც ხდებოდა არიან სრულიად უფლებამოსილი მიიღონ მონაწილეობა ყველა იმ საკითხში, რომელიც არის მათთვის საინტერესო, მაგრამ სავალდებულოდ მათი ჩართულობა გადაწყვეტილების მიღებაში აღარ იქნება პრინციპურად დაშვებული და ეს ყველაფერი კანონის დონეზე შესაბამისად იქნება კანონიდან ამოღებული. როგორც წესი, ახლა მე კანონებს თითოეულ კანონზე ცალ-ცალკე მოგახსენებთ, მაგრამ აქვე გეტყვით, რომ როგორც წესი, იქ სადაც იყო კანონში დაშვებული ალტერნატივა, რომ ან თქვათ საგანმანათლებლო და აკადემიური წრიდან, ან არასამთავრობო ორგანიზაციიდან ყოფილიყო თქვათ შერჩევის კონკურსში, შერჩევის პირობებში კონკრეტული პირები წარმოდგენილი, რჩება საგანმანათლებლო და აკადემიური წრეები და არასამთავრობო ორგანიზაციის სავალდებულობის ამოღება ხდება და თუ კი მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციები იყო მითითებული, ამ შემთხვევაში წამთლიანად უხდება ეს ნაწილი, ან ის იცვლება საგანმანათლებლო და აკადემიური წრეების წარმომადგენლებით. ეს არის ერთი მიმართულება და მეორე პრინციპი, რომელზედაც კიდე მოგახსენებთ, არის ის, რომ მაგალითად CESCO-ს წევრების არჩევის დროს ჩვენი პარლამენტის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით იყო შემდეგი წესი, პირველი კენჭისლა ხდებოდა kvორუმით 3/5, შემდგომ უკვე სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტით, ანუ უმრავლესობით ხდებოდა ორჯერ შესაძლებლობა გადაწყვეტილების მიღების. ის რომ 3/5 პრინციპი არის აბსოლუტურად მოფიქრებული და მოგონილი ჩვენს ქვეყანაში ისიც შესაბამისი ისეთი პოლიტიკური პროცესების ჭრილში, რომელიც სრულიადაც არ წარმოადგენდა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის განვითარებისთვის აუცილებელ წინაპარობას, ეს არის ნათელი. ის რომ მსგავსი წესი არ არის დემოკრატიული ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში, ევროპულ დემოკრატიას გულისხმობ, ესეც არის ცალსახა და ის რომ პარლამენტის რეგლამენტით უბრალოდ განსაზღვრულია, მაგალითად პარლამენტის თავმჯდომარის არჩევა უბრალო უმრავლესობით. შესაბამისად და კიდევ სხვა ორგანული კანონების მიღება და ასე შემდეგ და ამ ყველაფრის ფონზე რაღაცა განსხვავებული მიდგომის არსებობა CESCO-ს წარმომადგენლების მიმართ იყო სრულიად ამორფული, ამიტომაც პრინციპის დონეზე ასევე მე გთავაზობთ, რომ სამჯერ ეს კენჭისყრის ნაცვლად, რომელიც გულისხმობდა 3/5 და ორჯერ უმრავლესობა, 3/5-ის ნაწილი მოიხსნას და დარჩეს ორჯერ უმრავლესობის, ისა ქვია, სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტით არჩევის შესაძლებლობა. ეს არის ძირითადი საკითხი. ახლა მე თითოეულ კანონთან დაკავშირებით მოკლედ მოგახსენებთ. კი ბატონო, 76 ხმით, კი ბატონო და ამ მოცემულობაში რა თქმა უნდა არის სულ ამორფული, რატომ უნდა იყოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის არჩევა იმ უფრო მაღალი ფორუმით დადგენილი, ვიდრე ეს არის თუნდაც ხელისუფლებისთვის, მთავრობისთვის დობის გამოცხადების საკითხი. კარგით, დავიწყოთ ჩვენ პარლამენტის რეგლამენტით და აქ
ჩვენ ცვლილებები ეხება, ესე იგი 206-ე მოხდის მეორე პუნქტს, ეს არის მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი შერჩევის წესი. ეს არის 207-ე მოხლი საპროკურორო საბჭოს წევრების არჩევის წესი. შემდეგ ეს ეს გახლავთ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრების არჩევის წესი. და მე ვიმეორებ, ყველგან პრინციპი არის ერთი და იგივე, ანუ ხდება არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობის ამოღება. შემდგომ ეს არის 208-ე მოხლი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის წესი. აქ გეტყვით, რომ კონკურსი მთლიანად უქმდება და ფრაქციებს და უფრაქციო წევრთა არანაკლებ 7-კაციან ჯგუფს ექნება უფლება კანდიდატების წარდგენის. ადრე იყო წესი, რომ კონკურსი საფუძველზე უნდა მომხდარიყო, საკონკურსო პირობებს ადგენდა პარლამენტი და ასე შემდეგ. ეს უქმდება და ფრაქციები და უფრაქციო პარლამენტის წევრთა 7-კაციანი ჯგუფები წარადგენენ თითო კანდიდატს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 წევრს შეგახსენებთ საქართველოს პარლამენტი. ეს 208-ე მოხლი ეხება მოკლედ ამ საკითხებს. შემდეგ არის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურნეო საბჭოს წევრის არჩევის წესი. აქაც ანალოგიურად იქნება გათვალისწინებული, რომ სამოქალაქო საზოგადოების დაკონკრეტდა, უпростоროდ აკადემიური წრეებიდან, მე როგორც მოგახსენეთ, აკადემიური წრეებიდან იქნება ამ შემთხვევაში კანდიდატის შერჩევა შესაძლებელი. შემდგომ ეს არის ცესკოს წევრის და თავმჯდომარის არჩევის წესი, სადაც როგორც გითხარით, ორივე პრინციპი არის ამ შემთხვევაში. ერთი ის, რომ შესარჩევ სიფტყეში არ იქნება არასამთავრობო ორგანიზაციათა მონაწილეობა უკვე გათვალისწინებული და მეორე რომ კვორუმი იქნება არა სამჯერ კენჭისყრა, 3/5 და ორჯერ უმრავლესობით, არამედ ორჯერ სრული შემადგენლობის უმრავლესობით იქნება შესაძლებელი ცესკოს წევრის არჩევა. ეს არის პირველი კანონპროექტი და ამ კანონპროექტთან რეგლამენტთან დაკავშირებით იყო ყველაფერი მაუნწურავად პრინციპში. კოლეგებს შეკითხვები ან მოსაზრებები ხომ არ გაქვთ ამ რეგლამენტში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით? დიახ. მადლობა, გამარჯობათ მეგობრებო. ბატონ დავით, პირველ რიგში ამ კითხვას დავსვავ, აბსოლუტურად გეთანხმებით შესავალში, რაც ითქვა, სამწუხარო მოცემულობა იყო ის, რომ რეალურად შეიძლება ითქვას, არაერთხელ გითხოვთ ჩვენ, რომ პარალელური ხელისუფლება ჩაგვისვეს პირდაპირ გაგებით საქართველოში, იმიტომ რომ არათუ კანონის მიღებას, არამედ ნებისმიერ უწყებაში ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება იყო შეუძლებელი, თუ არ იქნებოდა ჭყალებში ამ არასამთავრობო სექტორის თანხმობა. აქ საუბარი არ არის ჩართულობაზე, ვიმეორებ. ჩვენ არაერთხელ ქონია ამასთან დაკავშირებით კამათი მათთან, მათ წარმომადგენლობასთან და კარგია რომ ეს ცვლილებები გვიან, მაგრამ მაინც კეთდება და ჩვენ როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში ქონდა კონსულტაციები ამ კანონპროექტს, რა თქმა უნდა, მხარს დაუჭერთ, უბრალოდ ერთი კითხვა მაქვს. აი ამ არასამთავრობო სექტორის ნაცვლად, რომელიც სავალდებულოებაც აღარ იქნება. რამეს დამატება ხო არ ხდება კიდე ვინმეს მონაწილეობის ჩართვა და ასე შემდგომ რომ საზოგადოებასაც მოახსენებთ. კი, ამის შესახებ მე კაი, თუ არ კიდე კითხვა მითხარით და ბარემ ერთიანად დიახ, თუ შეიძლება რომ ბარემ დავაგროვოთ კოლეგებსაც თუ გაქვთ შეკითხვები და მე ბატონ დათოს მივცეთ შესაძლებლობა რომ ერთიანად უპასუხოს. მეც მაქვს რამოდენიმე საკითხი მონიშნული, კონკრეტულად რეგლამენტის 207 მუხლის მეოთხე პუნქტთან არის ეს დაკავშირებული და აქ თუ შეიძლება რომ დავაკონკრეტოთ, რომ შესაბამისი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე მოხდეს ამ სუბიექტების მითითება და ასევე ამავე კანონპროექტის მე-13 პუნქტთან დაკავშირებით აქ ჩვენ აქ წერია რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი და ფრაქციებმა განიხილონ და ბატონ დავით ფრაქციების მიერ თუ იქნება თვითონ ეს კანდიდატურები შემოთავაზებული ხომ არ არის საქმე შეიძლება ტექნიკურად იყოს აქ მხოლოდ ეს ფრაქციები ჩარჩენილი და თუ შეიძლება რომ ეს გავასწოროთ აი ეს მოსაზრება შენიშვნა მექნებოდა. კი ბატონო, ამოწურეთ?
დიახ, რეგლამენტთან დაკავშირებით. კი ბატონო, კარგით. პირველ რიგში ბატონ გურამს უპასუხებ, ბატონ გურამ, კი, ამის შესახებ მე ერთგვარი შესავალი სიტყვა რაც გავუკეთე იქ თქვენ, მაგრამ კიდევ ერთხელ მადლობა ამ კითხვისთვის, ხაზს გაუსვავ და დავაკონკრეტებ თუ საზოგადოებისთვის იყოს ნათელი. არის ორი მოცემულობა. ერთი იქ სადაც იყო ალტერნატივა უკვე კანონში წარმოდგენილი, რომ ეს წევრები შერჩეული ყოფილიყვნენ ან საგანმანათლებლო აკადემიური წრეებისგან და ან არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციები ამოიღოს ამოღება ხდება სავალდებულოების პრინციპიდან და რჩება საგანმანათლებლო აკადემიური წრეები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები. მეორე შემთხვევა, როდესაც საერთოდ მხოლოდ იმპერატიულად იყო გათვალისწინებული არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა კონკრეტული რეგულაციის სფეროს მიხედვით, ან მთლიანად ხდება გაუქმება ამ კონკრეტული მოცემულობის, ან ხდება მათი ჩანაცვლება აკადემიური საგანმანათლებლო ორგანიზაციებით და საზოგადოებრივი ორგანიზაციებით. აი ეს არის პრინციპი, რომელიც არის ახალი საკანონმდებლო სივრცით შემოთავაზებული. მე გევეთანხმები თქვენს ცვლილებებს, ეს მართალია უფრო მეორე მოსმენის საკითხია ბატონო ერაკლი, მაგრამ რადგანაც ვიხილავთ და თქვენ ასე ვთქვათ გულდასმით შეისწავლეთ ეს საკითხი და არის კარგი ეს ყველაფერი, მე გეთანხმებით ის რაღაც ჩარჩენილი ხარვეზული მომენტები, რომელიც ორივე თემატიკას ეხება, აუცილებლად ვითვალისწინებ, მას ვიზიარებ და ის მეორე მოსმენის ეტაპისთვის გასწორდება. კი ბატონო, დიდი მადლობა. რეგლამენტთან დაკავშირებით თუ დამატებითი შეკითხვები არ არის, შეგვიძლია გადავიდეთ. შემდეგი საკითხი გახავთ იურიდიული დახმარების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილება. აქ მე გეტყვით, რომ ეს ცვლილება ეხება მეათე მუხლის მეოთხე პუნქტს. შესაბამისად, ეს არის იურიდიული დახმარების საბჭოს წევრის არჩევის წესი. აქაც იგივე პრინციპი, რომ NGO-თა აუცილებელი მონაწილეობის წესის გაუქმება ხდება. კოლეგებო, შეკითხვა, მოსაზრება, შენიშვნა ხომ არ გაქვთ აღნიშნულთან დაკავშირებით? ასეთი არ არის, შეგვიძლია. შემდეგი კანონპროექტი გახლავთ პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შეტანის შესახებ კანონპროექტი. აქ ეს ეხება 51 მუხლის მეორე პუნქტის ზე ქვეპუნქტს და ანალოგიურად აქაც პრინციპი არის იგივე, ხა აღარ განმეორდებით ყველა შემთხვევაში, უბრალოდ კანონს და მუხლს ჩავიკითხავ, რომელსაც ეხება ცვლილება. კოლეგებო, შეკითხვა, მოსაზრება, ასეთი არ არის. შემდეგი ბატონო. შემდეგი გახლავთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი. ცვლილება ეხება მე-6 პრიმამუხლის მეორე პუნქტის ზე ქვეპუნქტს, რომელიც საერთოდ იქნება ამოღებული, სადაც ასევე ზუსტად არის ის პრინციპი გათვალისწინებული, რაზეც მოგახსენეთ. აქაც კოლეგებო, მანიშნეთ თუ გაქვთ შენიშვნა, შეკითხვა, ასეთი არ არის. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონპროექტი, ანალოგიურად ეს არის მე-20 მე-16 მუხლის მე-5 პუნქტი, რომლის ზე პუნქტის ამოღება ხდება, სადაც ასევე იყო გათვალისწინებული აუცილებელი პრინციპი NGO-თა მონაწილეობის. გასაგებია. შეკითხვა, მოსაზრება, კოლეგებო. არ გვაქვს ბატონ დავით. კი ბატონო, საქართველოს პენტენციური კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი, როგორც მოგესალმებით, ორი საბჭო არის პენტენციურ ამ სისტემაში, ეს პენტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭო და სამსახურის საკოორდინაციო საბჭო, ორივე შემთხვევაში ხდება ამ პრინციპის დაცვა, ეს არის 90-მე მუხლი, მეორე პუნქტი და მე-5 პუნქტი. კოლეგებო, შეკითხვა, შენიშვნა. ბატონო, მე მაქვს ერთი საკითხი აღნიშნული, ესეც თქვენ თავში აღნიშნეთ. შეიძლება ეს პრინციპში იყოს მეორე მოსმენის ფარგლებისთვის გათვალისწინებული შენიშვნა, ასე ვთქვათ, მაგრამ რადგან გვაქვს შესაძლებლობა, ალბათ კარგი იქნება თუ ახლავე გავამახვილებთ ამაზე ყურადღებას და მე-99 მუხლის აქ მეორე პუნქტში, როგორც ვიცით, ეს მეორე პუნქტი საერთოდ ამოღებულია და ჩარჩენილი არის მე-4 ნაწილის დექვე პუნქტში, იქ იყო მითითება გაკეთებული იმ პუნქტზე, ანუ მეორე ნაწილის დექვე პუნქტზე, რომელიც აღარ არის და შეიძლება რომ ესეც გავასწოროთ. მართალია გაზიარებული. ჩანაწერში დარჩეს მხოლოდ D პუნქტით განსაზღვრა. კი ბატონო, გაზიარებული. სხვა შეკითხვები თუ არ არის, შეგვიძლია გადავიდეთ. შემდეგი გახლავთ საჯარო შესაძლებლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი 59 მუხლის მე-9 პუნქტის G ქვეპუნქტს ეხება, პრინციპი იგივეა.
გასაგებია კოლეგებო, შეკითხვა მოსაზრება ასეთი არ არის, შეგვიძლია გადავიდეთ შემდეგ კანონპროექტი არის ადამიანის უბრალოდ უკაცრავად დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო საჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი ეხება 22 პრიმა მუხლს კონკრეტულ პუნქტებს, პრინციპი რჩება იგივე. აქაც კოლეგებს მოგმართავთ, მანიშნე თუ გაქვთ შეკითხვა ან მოსაზრება, ასეთი არ არის. მადლობა. შემდგომი კანონპროექტი გახლავთ ადამიანით ვაჭრობის ტრაფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონპროექტი. მის 21 მეოთხე მუხლის მესამე პუნქტში არის ცვლილება გათვალისწინებული პრინციპით არასამთავრობო ორგანიზაცია, ამ შემთხვევაში საზოგადოებრივი ორგანიზაციით იცვლება. კოლეგებო, შეკითხვა, შენიშვნა არ გვაქვს ბატონ დავით შეგვიძლია მადლობა. დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრვის შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი მე-6 მუხლის მეორე პუნქტის ქვეპუნქტში განიცდის ცვლილებას. აქაც იგივე პრინციპით შეკითხვები არ არის, შეგვიძლია შემდეგზე გადავიდეთ. მადლობა. შემდეგ არის დაზღვევის შესახებ საქართველოს კანონპროექტი მე-19 მუხლის მესამე პუნქტი ყალიბდება ახალი რედაქციით, რომლის პრინციპიც არის იგივე. გასაგებია, შეკითხვა კოლეგებო ხომ არ გაქვთ? არ გვაქვს, შემდეგი კანონპროექტი გახლავთ საქართველოს სახელდამცველის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი მეორე პრიმა მუხლი განიცდის ცვლილებას. კი ბატონო, კოლეგებო, შეკითხვა ხომ არ გაქვთ აღნიშნულთან დაკავშირებით? მე მაქვს ბატონო. საკითხი მონიშნული, ისევე როგორც ამ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრვის შესახებ კანონში განხორციელდა შესაბამისი ცვლილება, აი აქაც სახალხო დამცველის შესახებ კანონში ვფიქრობ, რომ დასამატებელი არის ამ დისკრიმინაციის საკითხებთან დაკავშირებული. ხომ არ არის გამორჩეული? კი ბატონო, გაზიარებულია, იქნება ეს გათვალისწინებული მეორე მოსმენისთვის წარმოგიდგენთ თქვენი შენობის გათვალისწინებულებას. შეგვიძლია გადავიდეთ პაკეტით გათვალისწინებულ შემდეგ კანონს. შემდეგი საკითხი გახლავთ საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი, რომლის 57 მუხლის მე-5 პუნქტი ყალიბდება ახალებული რედაქციით. შეკითხვები, მოსაზრებები იგივე არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობის სავალდებულობის აკრძალვა. შემდეგი გახლავთ უკვე ეს არის ბოლო კანონპროექტი, ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი 86 პრიმა მუხლის პირველი პუნქტი განიცდის ცვლილებას, აქაც არის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, სადაც აუცილებლობა არასამთავრობო ორგანიზაციათა მონაწილეობის არის ამ შემთხვევაში ამოღებული სავალდებულო წესიდან. კოლეგებო, აქაც ხომ არ გაქვთ რაიმე შეკითხვა, ან დამატებით შენიშვნა, მოსაზრება, ასეთი არ არის. განვეხილეთ. კი ბატონო, დიდი მადლობა ბატონო ირაკლი, განხილულია ეს საკითხი, ჩვენ შეგვიძლია კენჭისყრაზე დავაყენოთ პირველი მოსმენით პრინციპების დონეზე პარლამენტის რეგლამენტის ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი, თანდართული კანონპროექტებით. ვინ არის მომხრე? დიდი მადლობა, გაწყვეტილება მიღებულია ერთხმად. ხსნობა დახურული.